მოგესალმებით, ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა, რა ახალი კარები გაიხსნება შენს წინაშე, შენს ცხოვრებაში, ხო, რა კარი იქნება ეს, რას მოგიტანს ეს სიახლე, რჩევა და მსგავს თემებზე იქნება დღეს გაშლა, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოისმინოთ ეს გაშლა. არ დაგავიწყდეთ ასევე, რომ ეს არის საჯარო ზოგადი ინფორმაცია და ზოგადი გაშლა, მაგრამ რა თქმა უნდა, ხშირად ბევრი მიწერთ ხოლმე, რომ რეზონირდება და არის ისეთ შემთხვევები, რომ კი საჯარო გაშლა არის, მაგრამ რეზონირებაც არის ინფორმაციის, ხო? და შესაძლოა იპოვოთ რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი გაიგონოთ, ან იპოვოთ რაღაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ გაშლაში, რაც დაგეხმარებათ თქვენ. გვექნება სამი პოზიცია, როგორც სულ. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, ამეთვისტო, რომელიც ძალიან მომწონს და მესამე პოზიცია. შუქი მითამაშებს, ვიცი რა ჭირს. ანუ კარგი. მეტი რაღაც არ შეგვაწუხებს. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და შემდეგ შემოგვერთეს, მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და ისე გაკეთეთ არჩევანი. მე კი დავიწყებ პირველი პოზიციით. ნახოთ ახლა რომელი დასტა უფრო დაგველაპარაკება. პირველ პოზიციას თქვენ დაელაპარაკებით თუ თქვენ? ორივე მზათა ასე რომ კარგი იყოს ეს და ესეც დავტოვოთ მაინც. კარგი, ნახოთ. აბა, პირველი პოზიციის ცხოვრებაში რა კარი იღება? რა კარი იღება პირველი პოზიციის ცხოვრებაში? რა კარი იღება, ხო? რა არის ეს? რა შესაძლებლობებია ამ კარში? რა შესაძლებლობებია? რას მოგიტანთ? თუ გამოიყენებთ ამ კარებს, თუ შეხვალთ მასში და ასე შემდეგ. ნახოთ თვითონ რა კარი არის ეს. საჩუქარი კარია. ისეთი კარები და ისეთი მოვლენებით სავსე, სადაც ვფიქრობ ეს არის საჩუქარი სამყაროსგან თქვენთვის. თუ ამ კარებში შეხვალთ, რაც ახლა იღება პირველი პოზიციისთვის, ეს იქნება თქვენთვის საჩუქარი, რადგანაც სამყარო ამას აი როგორც ეს ბიჭი ამ გოგონას ამ თას აწვდის, აი ასე გაწვდით თქვენ სამყარო ამ პატარა თუ დიდ და ზოგადად შესაძლებლობებს, რაც არის ძალიან სასიხარულო თქვენთვის, რაც აგავსებთ, მოგიტანთ სიხარულს, ბედნიერებას, ავსებას, ძალიან ისეთი ემოციური და სასიხარულო კარია, ვიტყოდი მე, ხო? რა არის ეს, ხო? რას უკავშირდება ეს? რა არის ამ კარში? ამ კარში. მე ვიტყოდი ამ კარში არის ყველაფერი ის, რაზეც იბრძოდით. ამ კარში არის ის, რაც ძალიან გინდოდათ, რომ მიგეღოთ, რაზეც გინდოდათ, რომ მიგეღწიათ. აი ისეთი რაღაცები, რისთვისაც ბევრი რამე გაიარეთ, ბევრი რესურსი ჩადეთ, ბევრი იბრძოლეთ, გულწრფელად გჯეროდათ, ხო? და ამ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სანამ თქვენ ბრძოლობდით ვიღაცებს ეწინააღმდეგებოდეთ, რაღაც ჩელენჯები გაიარეთ თქვენ ცხოვრებაში, მანამდე ცდილობდით, რომ არ დაგეკარგათ იმედი, რომ თქვენ აი ამ ყველაფერს საბოლოო წერტილს, როდესაც მიიყვანდით, ამ ყველაფერს საბოლოო წერტილამდე რომ მიიყვანდით, აუცილებლად დასაჩუქრდებოდით, ხო? აი გჯეროდათ ამისი და პლუს რაც მთავარია, გარდა თვითონ დასაჩუქრების, რა თქმა უნდა, ის რომ თქვენ გულით გჯეროდათ იმისი, რომ აი მე მივაღწევ, ავისრულებ ჩემს ოცნებას თუ სურვილი თუ რაც არის, ხო? აი გულწრფელად მთელი პოზიტიური იმედებით იყავით განწყობილი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც აქამდე აკეთებდით, ხო? და აი ეს კარები არის აი ამაზე, რომ მიიღოს პირველმა პოზიციამ ის, რისთვისაც კი აუცილებლად, ის რისთვისაც იშრომეთ, ის რისთვისაც იბრძოლეთ, დაუღალავად აკეთებდით ამ ყველაფერს, შესაძლოა ეს ხანგრძლივად აკეთებდით რაღაცა ასეც, ხო, რაღაც საქმიანობა იყო ეს თუ ურთიერთობა იყო თუ კიდე რაღაც სხვა სფერო, არ აქვს აქ არსებითი მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენ ხანგრძლივად მუშაობდით აი ამ რაღაც საკითხზე, ხო?
ბევრი რესურსი გაიღეთ, ბევრი იწვალეთ და საბოლოოდ ეს არის საჩუქარი. ეს კარები არის საჩუქარი, ხო? კარგი, რას უკავშირდება ეს კარი, ხო? აი, რასთან დაკავშირებით არის ეს კარი? ახალი შესაძლებლობები, ახალი გზები, რომ როგორც იქნა დაინახოთ შანსი, პერსპექტივა, გამოიყენოთ ის შანსი და ის პერსპექტივა და იმოძრაოთ, იმოქმედოთ. ასე რომ ეს უკავშირდება, აქ შეიძლება იყოს კარიერაც, თქვენი სამსახური, ფინანსები, პიროვნული ზრდა, ხო? ვიღაცისთვის შესაძლოა ეს სასიყვარულო სფეროც იყოს, რომ სასიყვარულო სფეროში მაგალითად აიყვანოს თავის სასიყვარულო სფერო ხელში და აღარ იყოს მსხვერპლის როლში. ან აღარ მიცეს ვიღაც ტოქსიკურ ადამიანებს იმის უფლება, რომ გატკინოთ გული, მოგატყუოთ, გამოგიყენოთ, ხო? და აი რაღაც ასეთები. ასე რომ პრინციპში აქ მთავარია ის, რომ იღება თქვენს წინაშე ახლა პირველი პოზიციის ცხოვრებაში ის კარი, სადაც თქვენ სამყარო გჩუქნით გულწრფელ ემოციებს, გულწრფელ ურთიერთობებს, ახალ კონტაქტებს, ახალ შესაძლებლობებს, რაც არის თქვენთვის საჩუქარი, იმ ყველაფრისთვის, რაც გაიარეთ, იმ ყველაფრისთვის, რაც გადალახეთ და იმ ყველაფრისთვის, რასაც ახლად გადიხართ, დაუღალავებისთვის, შრომისთვის, აი რა ვიცი, მიზანმიმართულობისთვის, აი ამ ყველაფრისთვის ახლა თქვენს წინაშე იხსნება ეს კარი, სადაც არის ძალიან ბევრი შესაძლებლობები და რაც დაგეხმარებათ თქვენ რომ რაღაც მოაგვაროთ თქვენი რაღაც საკითხები, პრობლემები და როგორც იქნა მოღვაწეოთ, იმოქმედოთ, აიღოთ თქვენი ცხოვრების კონტროლი თქვენს ხელში და გააკეთოთ ის, რის გაკეთებაც ან აქამდე ან ვერ ბედავდით, ან ხელი გეშლებოდათ, ან კიდე რაღაც სხვა მიზეზები, ხო? კარგი. სპონტანურად გადავწყვიტე ახლა მე ამ გაშლის გაკეთება. დაწერილი ეს გაშლა არ მაქვს, ანუ არ ჩამომიწერია არაფერი. არ შემიდგენია კითხვები, ამიტომ ახლა რაღაც იმპროვიზაციის სიტუაციებში ვიმყოფები და ვფიქრობ რა შემდეგი კითხვა დავსვა, იმიტომ რომ ასე ხანდახან რო ვაკეთებ იმპროვიზაციულ გაშლებს, ხო, მე რო ვუსმენ ხოლმე, ჩემთვის ვფიქრობ, რომ აუ, აი ეს კითხვა უნდა დამესვა და მავიწყდება და ახლა მაგითო ვფიქრობ, რომ რაღაც არ დამავიწყდეს. ესე იგი ეს თვითონ რა კარი, ხო? ნუ კარგი, პრინციპში რაც მიდევს, იმას მივყვეთ. რას მოგიტანთ ეს კარები, ხო? აი ეს კარი, ნუ კარში რო შეხვიდეთ. რას მოგიტანთ? დასრულებას. აი ეს კარები რომ გააღოთ, ეს მოგიტანთ დასრულებას. ძველი ცხოვრების მე ვიტყოდი კომფორტული ზონიდან გამოსვლას მოგიტანთ ამ კარში შესვლა. ამ კარში შესვლა მოიტანს კომფორტულ ზონიდან გამოსვლას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არ იქნება მარტივი. ეს არ იქნება მარტივი, მომენტში გექნებათ სტრესიც, რომ აი ღირს კი ამ კარების გაღება იქნება კი იქ ჩემთვის შანსი, მაგრამ რეალურად კი არის აქ შანსი. კარგი. როგორ არ გამაზოს ეს შესაძლებლობა პირველმა პოზიციამ? აი ამას ვკითხავ. როგორ და ნუ გეშინიათ. ნუ გეშინიათ ახალი სიტუაციების, ახალი გამოცდილებების, საერთოდ სიახლეს ნუ ეწინააღმდეგებით. ნუ გგონიათ, რომ აი რამე ახალი შემოთავაზება თუ ახალი ურთიერთობა თუ რაღაც ახალი კოლაბორაცია თუ ნებისმიერ რამე ახალი, ნუ ფიქრობთ ეგრევე, რომ აუ არ გამოვა, ვერ შევძლებ, მომატყუებენ იქეთ, აქეთ. აი ნუ ფიქრობთ ასე, იმიტომ რომ ასეთი ფიქრი იწვევს იმას, რომ თქვენ სავარაუდოდ ამ კარს არ გამოიყენებთ, ამ კარის შესაძლებლობებს და ამ კარს მიხურავთ, ასე გააღეთ შეიჭვრიტებით და არა და მიკეტავთ, არა და რეალურად შიგნით არის უამრავი შესაძლებლობა სათქვენო. ამიტომ აქ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ნუ შეშინდებით ამ ახალი გამოწვევებით, არამედ პირიქით, თამამად შეაბიჯეთ ამ სიახლეში, ხო? აი ეს არის ასეთი რეალურად ეს კარები, აი ეს შესაძლებლობები, რომ იღება პირველ პოზიციის წინაშე, ეს არის საჩუქარი. აუცილებლად და ეს არის თქვენი საჩუქარი, რომ განაგრძოთ კიდევ მუშაობა და ასევე ეს არის საჩუქარი იმისი, აი რაც იმუშავეთ, რაც უკვე გაიარეთ, რაზეც დასპეცდით, ასე რომ ვთქვათ, რომ საბოლოოდ დასაჩუქრდეთ და კიდევ პლუს კიდევ განვითარდეთ, კიდევ უფრო ამაღლდეთ, ასე რომ ვთქვათ, ხო, მაგალითად კვალიფიკაცია აიმაღლოთ, პროფესიონალურად ამაღლდეთ, განვითარდეთ, გაუმჯობესდეთ, ასე რომ აუცილებლად ყველანაირ ახალ შესაძლებლობას
ვუფიქრდებით, არ უკრავთ ხელს და მივესალმებით. რა გაითვალისწინოს აი ამ ახალ შესაძლებლობებთან და ამ ახალ კარტთან დაკავშირებით პირველ პოზიციამ. რა გაითვალისწინოს? იმოქმედეთ აუჩქარებლად. აუჩქარებლად იმოქმედეთ, შეგიძლიათ თუ მაგალითად გეპარებათ ეჭვი, ხო? ან რაღაც მარტო ვერ უმკლავდებით ამ სიტუაციას, არ იცით. მოგივდეთ რაღაც შემოთავაზება მაგალითად. გინდა იყოს კარიერა თუ ურთიერთობა თუ რაც არ უნდა იყოს, მაგრამ თქვენ რაღაც არ ხართ დარწმუნებული, ვერ ხვდებით როგორ იმოქმედოთ, ხო? და გრძნობთ იმას, რომ ნუ აშკარად ახლა თქვენ უფრო შფოთვაში ხართ და სუბიექტურად განხილავთ სიტუაციას. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალს. მაგალითად, თუ რაღაც შფოთვა, სტრესი და ეს ყველაფერია, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგსაც, შეგიძლიათ რაღაც კოუჩსაც მიმართოთ, შეგიძლიათ მიმართოთ ტაროლოგსაც მაგალითად, ხო? ძალიან პრაქტიკულია ხოლმე. ანუ ნებისმიერ იმ ადამიანს, ვინც იმ სიტუაციაში რასაც იმყოფებით, ფიქრობთ, რომ აი ჩაჯდება მისი გამოცდილება ჩემს სიტუაციასთან და ჩემს აი ამ მოვლენებთან ახლა და დამეხმარება, ხო? აი შეგიძლიათ მიმართოთ ასეთ ადამიანს, რომელიც დაგაკვალიანებთ, ასე რომ ვთქვათ. პლუს ასევე გაიჭვრიტეთ წინ. ნუ იფიქრებთ მოკლე, როგორ თქვა, აი რაღაც ჩახუფული გონებით ნუ შეხედავთ ამ მოვლენებს, რომ ეს არაფერია კაცო და всё. არ არამედ გაიჭვრიტეთ წინ, რას მოგიტანთ ეს, ხო? ეს შესაძლებლობები რას მოიტანს თქვენ ცხოვრებაში. რეალურად, ობიექტურად გადახედეთ ყველაფერს, არ იჩქაროთ, კარგად დაფიქრდით, დაუკვირდით და აუცილებლად ჩართეთ სიბრძნე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ საკითხში თქვენ ბრძნულად იმოქმედოთ და არ იმოქმედოთ რაღაც ძალიან ისე იმპულსურად, დაუფიქრებლად, დაუკვირებლად და ემოციებზე და შფოთვებზე აყოლიება, რა თქმა უნდა, ამ საქმეში არ ივარგებს, რადგანაც ძალიან დიდი შესაძლებლობები იხსნება აქ პირველი პოზიციის წინაშე. ანუ მართლა მნიშვნელოვანი კარი იხსნება თქვენს წინ. კარგი, როგორ გააღოს ეს კარი პირველი პოზიციამ? გასაღები, ამ კარის გასაღები. გასაღები არის თქვენში. გასაღები არის თქვენს პესიმიზმში. ესე იგი, როგორ გააღოთ ეს კარები? გამოდით აი ამ მდგომარეობიდან. აქ ისევე მივდივართ იქ, საიდანაც დავიწყეთ, ხო? ისევ მივდივართ იქ, რომ არ გინდათ შიში, შფოთვა, ვაიმე, არ შვები სწორს, არ გამომივა, ვაიმე, როგორ გავაკეთო, რანაირად და 1000 რაღაც ესეთი საკითხი, სადაც არის თქვენი თავის გვემა, გეპარებათ საკუთარ თავში ეჭვი, ძალიან ბევრს ფიქრობთ, იმდენს ფიქრობთ, რომ აი მომენტში დასვენებასაც რო ვერ ასწრებ, ან ძილის წინ რო ფიქრობ, არ გინდათ. გასაღები ზუსტად ამაშია, რომ აი არ იფიქროთ ასე. აი ასე არ იფიქროთ და თუ პოზიტიურად, იმედიანად შეხედავთ ამ საკითხს და უფრო რაღაც პოზიტიურად შეხედავთ, უფრო დადებითი იქნება, რა თქმა უნდა. და რჩევა. ამაში იქნება თქვენი გასაღები. ანუ თქვენი შიშები აქ არის დამაბრკოლებელი. ასე რომ გასაღები მათ გადალახვაშია. და რჩევა პირველ პოზიციას აქვს. You are safe here. თქვენ ხართ დაცული. თქვენ ხართ უსაფრთხოდ, თქვენ ხართ დაცული. ანუ იცოდეთ, რომ აი ეს შესაძლებლობა აქ არის თქვენთვის უსაფრთხო და არ ინერვიულოთ, ხო? ბუნებრივია, ყველაფერი ახალი, ამაღელვებელია ჩვენთვის. ეს ფაქტია და ვიცით ყველამ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას ხელი ვკრათ, ხო? ამიტომ გთხოვთ, ნუ კრავთ ხელს იმ ახალ შესაძლებლობებს, რაც თქვენს წინ იღება და იხსნება, იმიტომ რომ თქვენ ამის ღირსი ხართ და ამას იმსახურებთ და ამისთვის არც ისე მარტივი გზა გაიარეთ, ასე რომ წარმატებები აქ პირველ პოზიციას, ვისაც სურს რომ ეს ინფორმაცია ენერგეტიკულად უფრო მალე მოიზიდოთ, აუცილებლად დასვით ლაიქი ამ ვიდეოს ქვემოთ, რომ ენერგეტიკულად დააბალანსოთ ჩემს მიერ გაწეული შრომა. ასევე აუცილებლად დაწერეთ კომენტარი, იმიტომ რომ მე მაინტერესებს თქვენი უკავშირი, როგორ რეზონირდა და როგორი სიტუაციებია ხო თქვენთან, ვისაც სურს ამის გაზიარება, მივესალმები, ყველა კომენტარს ვკითხულობ. ასევე ვისაც სურს უფრო ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი კონკრეტული სიტუაცია, кейსი, მოგბრძანდით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. მონაცემები ჩემი მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ და შეგიძლიათ შემოგვიყვანოთ. მადლობა პირველ პოზიციას. ჩვენ კი ნახოთ მეორე პოზიცია ახლა. მოვამზადებ ისევ დასტას. ვაი, გადმოვარ და ორი კარტი ნახოთ. მივესალმები მეორე პოზიციას, გადმოვარა ორი კარტი პროცესში. ოხ. საინტერესო ორი კარტია. იმას მე შევდებ.
და ნახოთ კიდევ თუ ამოგვივარდება, მაგრამ აშკარად აქ უკვე სურს ამ დასტას მეორე პოზიციასთან საუბარი. აბა ნახოთ მეორე პოზიციის ცხოვრებაში რა კარი იღება. აი თქვენს წინაშე, თქვენს ცხოვრებაში ახლა რა კარი იღება. რა თქმა უნდა, კარი ეს არაბუკვალურად არის გადატანით, ანუ რა შესაძლებლობები იქნება, ხო? რა ახალი კარი იხსნება მეორე პოზიციის წინაშე. რა ახალი კარი იხსნება? რა არის ეს, ხო? რა შესაძლებლობებს მოიცავს ეს კარი შიგნით, ანუ რა შესაძლებლობებია ამაში. რას მოუტანს? თუ მაგალითად ამ კარს გააღებთ და შეხოთ, რას მოგიტანთ ეს თქვენ და რაში არის ამ კარის გაღება, გასაღები, ამ კარის გასაღები, როგორ გააღოთ, ხო? თავარი კარი, ხო? კარი. მე ვიტყოდი აქ ცხოვრება რელაქსში, ძალიან ისეთი ბედნიერი ცხოვრება, ავსებული სიამოვნებით, სავსე, რელაქსი. აი არ ვიცი, მაგარი კარზეა. ეს ასეთი კარებია, ეს ასეთი ცხოვრება? მე ვიტყოდი კი, საოცნებო, ხო? იმაზე, რაზეც ოცნებობს აქ. შესაძლოა გინდოდათ ამის მიღწევა, ხო? ამის მიღება. და ზუსტად ასეთი კარები არის. და ზუსტად ასეთი კარი, ასეთი რაღაც არის აქ, აი, რაზეც ოცნებობდა აქ მეორე პოზიცია. აი, ეს რაზეც ოცნებობდა მეორე პოზიცია, რაც ძალიან სურდა, აი, ზუსტად ეს იქნება აქ. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, ხო? რა იქნება ამ კარში, ხო? რა შესაძლებლობებია ამ? აქ რა თქმა უნდა რა იქნება და ავსება, ბედნიერება, ახალი შესაძლებლობები. აქ გამბლოკვა არის. აი იმ მაგალითად შესაძლოა მეორე პოზიციის ცხოვრებაში ყოფილიყო რაღაც შემაკავებელი ფაქტორები. რა თქმა უნდა ეს ფსიქოლოგიურ დონეზე, აი პესიმიზმი, ნეგატიური აზრები, ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე მიღებული ტრამვები, რის გამოთაც თქვენ გიჭირთ წინსვლა, ხო? სხვადასხვა სფეროებში, ვიღაცასთან კარიერაში, ვიღაცასთან პირად ურთიერთობებში, ვიღაცასთან ყველაში, ხო? აი არის აქ რაღაც ისეთი დამაპყრობელებელი ფაქტორები, რაც აქამდე აი რაღაცნაირად გიჭირდათ წინსვლა, რაღაც უიმედობასავით იყო მაინც მიუხედავად ყველაფრისა, რაც ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში და ახლა ამ კარში ზუსტადაც ის შესაძლებლობები არის, რომ რაღაც ეს გაუშვათ, ასეთი მძიმე გამოცდილება, როგორც იქნა, გაუშვათ და მიცეთ საკუთარ თავს უფლება, რომ აივსოთ, იბედნიეროთ. აქ ასეთი ავსებაა? ხო, აქ არის ზუსტადაც ავსება, რომ აი აქედან გამოხვიდეთ და გახვიდეთ ამაში, ხო? ახლა მესამე მეთქი ვაი, მესამეზე ვარ უკვე. მეორე პოზიცია ახლა საკმაოდ მძიმე ენერგიებშია. გარკვეული მიზეზების გამო აქ რაღაც კრიზისულ სიტუაციებში იმყოფება ახლა მეორე პოზიცია და ზუსტად ეს ახალი კარი, ეს ახალი შესაძლებლობა დაგეხმარებათ, რომ აივსოთ, ისე ვიგრძნოთ, როგორ თქვა, აი ცხოვრებას მიეცეს ელფერი, ყველაფერი შეიცვალოს, გაგიმართლოთ. აი როგორი ენერგიები არის აქ, იცით? აი ხელახლა რომ რაღაც გაცოცხლდები, ხელახლა მიმოიხედა და როგორი მაგარი ყოფილა ცხოვრებაა ვიტყვი, ხო? აი ეს ყველაფერი არის ამ კარში, ხო? ნუ რას მოგიტანთ თქვენ ეს კარი, ნახოთ ახლა რას მოიტანს ეს შესაძლებლობები, რაც არის ამ ეს შესაძლებლობები მოიტანს გარკვევას. ეს შესაძლებლობები მოგიტანთ გარკვევას. იმისი თუ საით მიდიხართ, ვისთან ერთად მიდიხართ, რა გსურთ, როგორ, რანაირად. რა თქმა უნდა, პროცესში აქ იქნება ისეთი მომენტები, სადაც თქვენ დაგჭირდებათ არჩევის გაკეთება. ეს მინდა თუ ის მინდა, ეს ავირჩიო თუ ის ავირჩიო, აქ მოგიწევთ თქვენ კონკრეტულად მიზნის დასახვა. რა მინდა მე, რისთვის ვაკეთებ ამას თუ იმას, თუ საერთოდ რას ვითხოვ, ხო? ასე რომ ეს არის ახალი შესაძლებლობები და ბედნიერების შეგრძნების შესაძლებლობა, რომ აი იგრძნოთ თავი ცოცხლად, რომ იგრძნოთ თავი ბედნიერად, რომ მოიჩინოთ საკუთარი შინაგანი სამყარო, საკუთარი თავი და პლუს
იყოს დინამიკა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ამასთან ერთად იქნება ბევრი ისეთი სიტუაცია, სადაც თქვენ მოგიწევთ თქვენი ინტერესების, თქვენი თავის დაცვა და სწორი არჩევნის გაკეთება თუ რა გინდათ, როგორ და რანაირად, ხო? აი ეს შესაძლებლობა თუ ამას გამოიყენებთ კარების სახით, გადატანით უშუალობით ვუწოდებ ხოლმე კარებს, თუ რა თქმა უნდა შესაძლებლობებზეა საუბარი, მოგიტანთ აი ამ ყველაფერს, ხო? გასაღები, ამ კარების გასაღები. Oh, temperance. ამ კარების გასაღები არის თქვენში. ამ კარების გასაღები არის თვითონ თქვენში ჩადებული. ეს გასაღები არის თქვენი განვითარება. მაგალითად, გამოსვლა კომფორტული ზონიდან, იქედან რომ მე ყველაფერი ვიცი და მე ყველაფერი მაგრად ვარ, არამედ მე უფრო მეტის ინტერესი მაქვს. აი ესეც მაინტერესებს, ისიც მაინტერესებს. მოდი საკუთარ თავს უკეთ გავეცნობი. აი საკუთარი თავის გაცნობა, შეცნობა არის აქ გასაღები. და ვინ როგორ იცნობს, ეს უკვე სხვა კითხვა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ ტაროს მეშვეობით შეიცნოს საკუთარი თავი, შეიძლება ვიღაცამ ბედის მატრიცა აწყოს და იმის მეშვეობით გაეცნოს საკუთარი თავი, ვიღაცამ არტ თერაპიაზე იაროს და იმის მეშვეობით გაიგოს საკუთარი თავი და მილიონი გზა არსებობს ამისთვის, ხო, ვიღაცამ შესაძლოა ყველაფერი ერთად აკეთოს. ასე რომ გასაღები ამ ახალი შესაძლებლობიდან არის თქვენში დამალული, რა თქმა უნდა, და ეს გასაღები არის საკუთარი თავის შესწავლა და შეცნობის სურვილი. ეს დაგეხმარებათ, რომ ეს შესაძლებლობები გააღოთ. მაგრამ ხო, ძალიან ისეთი ამაღელვებელი იქნება ეს, რა თქმა უნდა, დადებითად ამაღელვებელი. პრინციპში რა ვიკითხავ ახლა, ხო? კარგი, რა უშლის ხელს მეორე პოზიციას, რომ ეს შესაძლებლობა დაიმო? ძალიან საკმაო სიამაყე შესაძლოა გქონდეს აქ მეორე პოზიციას. ანუ მეორე პოზიციაში თვლიდეს, დამიბლუგა ენა, თვლიდეს, რომ აი ყველაფერი მაგრათა მაქვს, მე არავისი არაფერი არ მინდა, მე კომფორტულად გრძნობ თავს. აი აქ შესაძლოა იყოს რაღაც დონის სიამაყე და კომფორტულ ზონაში ჩაჯდომა, რომ აი მე ყველაფერი მაქვს, არაფერი არ მინდა. მომენტში შეიძლება სიჟმოტეც იყოს. ვიღაცასთან შესაძლოა სიჟმოტეც იყოს, რაღაც სიზანტე, სიზარმაცე, რომ გამოვიდე და რაღაცა გავაკეთო და შევცვალო, აი ეს ყველაფერი აბრკოლებს აქ მეორე პოზიციას, რომ აი ეს რაღაცა კარები დაინახოს და ეს შესაძლებლობები გამოიყენოს და ჰქონდეს თავის, მისცეს თავის იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი შემოვიდეს მის ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ სიტყვას გამოიყენოს. ეს შესაძლებლობები, ხო? აი ზუსტად ამიტომაც ამოვიდა კიდევ ცხრიანი, აქაც ცხრიანი, კიდევ იყო ცხრიანი დასაწყისში. ესე იგი, აქ არის ის, რომ ეს მეორე პოზიცია ძალიან ისეთ ჩაფლულ ენერგიებშია, რომ აი მე არ მინდა არაფერი, რაღაც ნანახი აქვს რა მეორე პოზიციის კომფორტული ზონა, რაშიც წევს ზის და არ უნდა იქიდან გამოსვა. მაგრამ ზუსტად ეს არის აქ ბლოკი, რომ აქედან უნდა გამოხვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი შესაძლებლობები პაუზაზე იქნება. და რაღაც ვერ შემოვა რა თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ გამოვდივართ კომფორტული ზონიდან, ვეუბნებით საკუთარ თავს, რომ ამაზე ჩვენი განვითარება და ისტორია არ დასრულებულა, კიდევ და კიდევ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა, უფრო მეტი შევისწავლოთ, უფრო მეტი შევიცნოთ, მაგრამ აქ სულიერი განვითარებასა და ფიზიკურ განვითარებას შორის ბალანსის პოვნა. აქ არ არის მხოლოდ აი კაი წიგნებს წავიკითხავ და რაღაცა იქნება. რა თქმა უნდა, მხოლოდ წიგნები არ არის არაფერი, თუ ჩვენ სულს არ მივხედეთ, თუ ჩვენ სულიერად არ განვითარდით, ხო? თუ ჩვენ ემპათიურები არ გავხდით, თუ ჩვენ არ გავხსენით ჩვენი გული. ხო, ასე რომ აქ აი ეს ამორის შორის ბალანსის პოვნა, დაჭერა და ამის გაკეთება არის მნიშვნელოვანი, რომ აი ზუსტად ეს ახალი შესაძლებლობები განიბლოკოს თქვენში და თქვენს ცხოვრებაში. ამაზე არის აქ საუბარი. რჩევა მეორე პოზიციას. რჩევა მეორე პოზიციას. I was called here on a mission. მე დამიძახეს აქ მისიისთვის. აჰა, დაგიძახეთ. მეორე პოზიცია, გამოგიძახათ სამყარომ მისიისთვის. ესე იგი, მეორე პოზიციას აქ ჯერ კიდევ არ დაუსრულებია მისი მისია ამ დედამიწაზე, ასე რომ ფხიზლდებით, ყველას მოგწონს კომფორტულ სივრცეში ყოფნა, საყვარელ ნივთებსა და ადამიანებთან ერთად, მაგრამ თქვენ სამყარო გეუბნებათ, რომ
მისია გაქვს კიდევ გასაკეთებელი და დასასრულებელი და შენი ისტორია ამაზე ჯერ არ დასრულებულა, ასე რომ ხო, ადექი გამოდი და გააკეთე შენი საქმე, ხო? ნუ ვისთვის რა მისია ახლა გასაგებია, რომ ყველასთვის ინდივიდუალური იქნება, იმიტომ რომ ეს საჯარო გაშლა მეგობრებო და ვიღაცისთვის მისია არ ვიცი, მოხალისეობა, ხალხის რაღაც არ ვიცი, სხვადასხვა მოხალისეობებიც არსებობს პრინციპში, ხო? შეიძლება იყოს ხალხის დახმარება რაღაც განვითარების კუთხით ან კიდევ სულიერი დახმარება ადამიანებისთვის, ან არ ვიცი, შესაძლოა მატერიალური დახმარება ადამიანებისთვის, რომ დახმარება სულ არ იყოს და რაღაცის შექმნა იყოს, ხო? ხელოვნება იყოს. ანუ არ ვიცი, რა თქმა უნდა, უამრავი რაღაც მიმართულება არსებობს, ყველა ადამიანს ინდივიდუალური მისია და დანიშნულება გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანებს გვაერთიანებს რაღაც საერთო მისიაც, ბუნებრივია, მაგრამ ყველას ინდივიდუალური ამოცანა გვაკისრია და აი ეს ინდივიდუალური ამოცანა რა არის, ეს უნდა აღმოაჩინოს მეორე პოზიციამ, თუ ჯერ არ იცის, თუ იცის ვთქვათ, კარგი მომილოცავს და იმოქმედეთ, ნუ ელოდებით, ნუ სიხართ კომფორტულ ზონაში, ცხოვრება კარგია, უნდა ვისიამოვნოთ, მაგრამ ნუ იქნებით ჰედონისტები, ხო? ჰედონისტურობას აქვს ადგილი, რომ აი მე ვიღებ სიამოვნებას და ყველა ბოდიშით ამ სიტყვისთვის, ჟარგონული სიტყვისთვის ყველაფერი კიდია რა, არ მაინტერესებს ვინ სად როგორ, მთავარია მე ვარ კარგად, ხო? აი ეს პოზიცია ყველანაირად ბლოკავს აქ მეორე პოზიციას, ასე რომ აქედან გამოვდივართ არაკომფორტულ სამყაროში ისევ მივდივართ და ვეცნობით იმ ყველაფერს, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელი გვაქვს და ვაკეთებთ, ხო? ეს პირველ რიგში თვითონ თქვენთვის არის, რომ აი ეს კარი ახალი თქვენს წინ გაიღოს და გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რასაც სამყარო გჩუქნით და გაძლევთ. ასე რომ წარმატებები აქ მეორე პოზიციას თუ ეს გაშლა მოგეწონათ და კომენტარად, ასევე ენერგეტიკულად რომ მალევე მოიზიდოთ ეს ცვლილებები თქვენ ცხოვრებაში გზად, ან დატოვეთ კომენტარი, ან კიდევ ლაიქის სახითაც და ასევე გამოიწეროთ ჩემი არხი, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერია და ვისაც უფრო ვრცელი გაშლა სურს, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. მადლობა, მე წავედი მესამე პოზიციასთან. მივესალმები მესამე პოზიციას და ნახოთ რა კარი იღება ახლა შენ ცხოვრებაში შენს წინ. რა თქმა უნდა, კარი გადატანითია და არა ბუკვალურად, თუმცა ვიღაცისთვის შეიძლება ბუკვალურადაც იყოს. ეს უფრო მეტად ეს გაშლა არის შესაძლებლობაზე, ხო? რა ახალი შესაძლებლობა, რა ახალი ეტაპი არის. ნახოთ თვითონ კარი, ხო? რა ახალი კარი იღება მესამე პოზიციის წინ. რა კარი არის ეს თვითონ კარი? ნახოთ შესაძლებლობა, რას მოიცავს ეს შესაძლებლობა, რას მოიცავს, რას მოუტანს თვითონ მესამე პოზიციას, ხო, ცხოვრებაში. რა არის ამ კარის გასაღები, როგორ გაახოთ ეს? და რა თქმა უნდა, რჩევა. ნახოთ თვითონ კარი. აქაც თასები, ახალი ემოციები, ახალი ამაღელვებელი მოვლენები, სიტუაციები, სიყვარული შემიძლია ვთქვა, გავსება, მართლა ძალიან სასიამოვნო კარი არის ეს. ესე იგი, ეს ისეთი კარია, ემოციურად ამაღელვებელი, ამავსებელი. კი, არ გამოვრიცხავ წყლით მოგზაურობებს, ცხოვრების შეცვლას, ახალ ადამიანების გაცნობას, ახალ ამაღელვებელ კომუნიკაციებს, კონტაქტებს ადამიანებებთან, ხო? აი, მართლა აი, აქ სიტყვა ამაღელვებელი სასიხარულო მომდის მე. რას მოიცავს ეს კარი? ნახოთ აქ.
ვაუ, აქ ახალ ნაცნობობა, აქ King of Pentacles პერსონა, ხო, მე ვიტყოდი სიყვარულს, აქ სიზა. აქ ვიღაცასთან შესაძლოა ეს იყოს რაღაც ფორმალური ურთიერთობაც კი, ხო? ხელის მოწერები, აი, როგორ ქვია, ფორმალური რას ვიძახიან, marriage, ქართულად როგორ არის? ვინც იცის მიხვდებით ერთი სიტყვით, ანუ ფორმალური ურთიერთობა, ხო, მაგალითად ცოლი და ქმარი, ესეთი ხელმოწერილი სახელმწიფო სტრუქტურებში, აი ამას გულისხმობ, აი ასეთი შესაძლოა იყოს აქ, იმიტომ რომ პირველი რაც ვნახე სამი კარტი ეს ინფორმაცია წამომივიდა ეგრევე და ამასაც ვიტყვი აქ. ასევე რას მოიცავს, ხო? ნებისმიერ ახალ დაწყებას, ახალ სიახლეს. ვიღაცასთან შესაძლოა იყოს ეს ახალი ბიზნესი. მაგალითად, ხო? რატომაც არა ესეც შესაძლოა იყოს აქ ახალი რაღაც წამოწყება, ახალი ბიზნესი, ახალი პროექტები. მაგარია. ეს აქ ნებისმიერი რამე აქვს. ყველაფერზე პრინციპში უარი არაფერზე არ მითხრეს, ასე რომ ხო, ვისთვის რა იქნება აქ? ვიღაცასთან შესაძლოა მართლაც რაღაც ურთიერთობას ესხებოდეს, ეს სასიყვარულო და ესეთ ფორმალურიც კი, ესეთ სტაბილური პარტნიორი პოვოს ვიღაცამ, ფორმალურიც, ვიღაცამ ახალი პროექტი წამოიწყოს, ვიღაცამ რაღაც ბიზნესი გახსნას, მაგრამ ისეთი ამაღელვებელი, გამახარებელი რაღაც ეტაპი, სადაც თქვენ უკვე სტაბილურად იქნებით და რაღაც შესაძლებლობები გექნებათ უფრო მეტის. ნახოთ, აი, რას მოიტანს. ვაუ! აქ ასეთი აქ ტოტალურ ტრანსფორმაციას მოიტანს მესამე პოზიციის ცხოვრებაში, აი ეს ცვლილება და ეს შესაძლებლობა ამ კარების სახით ერთი სიტყვით, ტოტალურ ცვლილებას, აი უდიდესი დინამიკა, ყველაფერი ძველის დანგრევას, წასვლას, ძალიან სწრაფად განვითარდება აქ მოვლენები. ასევე ვნებას, პოზიტივს, ქმედებას, ამბიციურობას, დინამიკას, სისწრაფეს. ასეთი რაღაც გინდა რომ თქვა, რომ აი ძალიან ესე იგი ასეთ სწრაფად იქნება ეს ყველაფერი, სწრაფად განვითარდება სიტუაციები. ვნებაც არის აქ, სხვათა შორის, კი. ტოქსიკური რაღაცეების გარღვევა, დარღვევა, დესტრუქციული სიტუაციებიდან გამოსვლა, საკუთარ თავში ნეგატიური პროგრამების დამსხვრევა, ერთი სიტყვით, სერიოზული კარია. სერიოზული კარია. ესე იგი, აი ძალიან დიდი ახალი ამაღელვებელი შესაძლებლობები. კი, და შეყვარებულების არკანი დამჭდა, ხო? აი, ახალი შემოთავაზებები, ახალი პროექტები, ახალი საერთოდ, სადაც იქნება სიყვარული, დიპლომატია, ავსება, დაფასება ერთმანეთის, საკუთარი თავის სიყვარული შეყვარება, სხვების მიღება, უპირობო, აი ყველაფერი ასეთი განვითარება და ეს არჩევანი იქნება თქვენთვის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ეს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ არ აირჩიოთ. შეგიძლიათ გააღოთ ეს კარი, შეგიძლიათ მიკეტოთ, ჩაკეტოთ და საერთოდ აღარც გაიხეთოთ ამ კარების მიმართულებით. კარგი, რა არის კარის გასაღები? Devil, კარების გასაღები, აქედან გამოსვა. ესე იგი, გამოსვა, თუ აი არა, გამოსვა. ესე იგი, ამ კარებს, ამ ახალ შესაძლებლობას გააღებთ იმ შემთხვევაში, თუ გამოხვალთ დევილის პოზიციიდან. ესე იგი, თუ გაწყვიტავთ მავნე ტოქსიკურ ურთიერთობებს, ან ადამიანებთან ზოგადად, ან კონკრეტულ პიროვნებასთან. იქნება ეს რაღაც ისეთი კონტრაქტი, მაგალითად, ისეთ სამსახურში მუშაობთ, რაც არ მოგწონთ, ხო? არ გავსებთ, არ მოგწონთ, სადაც არის ტყუილი, ინტრიგები. წამოდით აქედან, თუ არის რაღაც ასეთი ურთიერთობა ადამიანთან, წამოდით, თუ ხართ სამკუთხედებში, ოთხკუთხედებში დაასრულეთ, ხო? აი აქ არის ყველაფერი, იმ ყველაფერიდან გამოსვლა, რაც თქვენთვის არის მავნე, რასაც სინამდვილეში არ მოაქვს თავისუფლება და პირიქით გამონებთ, გაშინებთ, გამსხვერპლებთ, ან კიდევ პლუს ამასთანავე ისიც, რომ დაასრულეთ
თუ ვიღაცასთვის ეს არ არის აქტუალური და კიდევ სხვა, არის სხვა რამესაც დავამატებ აქ, ნუ იმანიპულირებთ, ნუ მოიტყუებით, ნუ ითამაშებთ სხვების ემოციებით, ზოგადად ადამიანებით ნუ ითამაშებთ, ნუ იქნებით დომინანტები, ხო, იყავით გულწრფელები და დადებითად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები, არ მოატყუოთ საკუთარი თავი და ირგვლივ მყოფი ადამიანები, ხო? ნუ იქნებით ტოქსიკები და ნუ იქნებით ტოქსიკურ ურთიერთობებში და საერთოდ ტოქსიკურ, როგორ თქვა, მოვლენებში. ხო? ასე რომ აქ მნიშვნელოვანია რომ გამოვიდეთ, კი, რომ გამოხვიდეთ აი ამ ეშმაკის არკანიდან. ვისთან როგორ იქნება ეს, ხო? ვიღაცამ შესაძლოა სამსახურის თემა იყოს, ვიღაცისთვის, ამასაც დავამატებ, ვიღაცისთვის შესაძლოა ფული და მატერია, მხოლოდ აქ მნიშვნელოვანი და ესეც არის აქ ბლოკი, რომ მხოლოდ მატერიალურად ნუ განსჯით ყველას და ყველაფერს, არამედ სულიერებასაც მიაქციეთ ყურადღება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვართ ბორკილებში, ბორკილები, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყოს ფიზიკური ბორკილები, მაგრამ ბორკილები იყოს სამსახურის სახით, ურთიერთობის სახით, ფულის სახით, მაშინ ესე იგი, იმიტომ ვართ აქ, რომ ჩვენ თავის დროზე შეგვეშინდა მოსმენა საკუთარ ინტუიციაზე, საკუთარ თავზე და ახლა ზუსტად ამის გაკეთების დროა, რომ დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს მოვუსმინოთ, საკუთარ თავს მოვუსმინოთ და გავუსწოროთ თვალი იმ სიმართლეს, რაშიც ვიმყოფებით და ავირჩიოთ სიმართლე, სიყვარული და გულწრფელობა, რაც დაგვეხმარება, რომ ეს ახალი შესაძლებლობები გაიხსნას ჩვენს წინაშე და გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. რჩევა. I clear my energy field. ჩემ ენერგეტიკულ სივრცეს ვასუფთავებ. აქ უნდა უბრალოდ მე ვიტყოდი, აქ გასუფთავება ცხოვრებიდან, თქვენი ცხოვრები და ყოველდღიურობით დავბლუყდი. თქვენი ცხოვრებიდან, ყოველდღიური ცხოვრებიდან გადაყარეთ ყველაფერი, რაც ძველია, აღარ გემსახურებათ, ხო? იქნება ეს ნივთი, თუ შესაძლოა ეს იყოს ესეთი ურთიერთობა, რასაც, ლოგიკურ დასრულებამდე ამისული, მაგრამ მაინც ეკაჩებით, ხო? გაიხედეთ ახალი ჰორიზონტებისკენ. მეტი სივრცე არის საჭირო თქვენ ცხოვრებაში, მეტი ახალი სივრცეა საჭირო. არის საჭირო, რომ რაღაც ენერგია განთავისუფლდეს, რომ შემოვიდეს რაღაც ახალი, ხო? მაგალითად, ფანჯარას რო ვაღებთ და რაღაც სუფთა ჰაერი რო შემოდის, ხო? რასაც ჩაისუნთქო და როგორი სასიამოვნო, ეს არის აქ საჭირო და მნიშვნელოვანი მესამე პოზიციისთვის, რომ დაასრულოთ ეს რაღაც ეშმაკური სიტუაციები, გაიხედოთ ახალი ჰორიზონტებისკენ, რაც მართლა ესეთია რაღაც ახალი დასაწყისივით რო იქნება თქვენთვის რა, ეს. და შემდეგ, იქნება კიდეც აქ ახალი შესაძლებლობები. გაასუფთავეთ თქვენი ენერგეტიკული ველი, ენერგეტიკული სივრცე, ენერგეტიკულად გაასუფთავეთ ეს ადგილი, სადაც ხართ, ესეც არის. მაგალითად, სახლი ხო, გაასუფთავეთ, ზანთელი დაანთეთ, გასუფთავების პრაქტიკები გააკეთეთ, საკუთარ თავზე სივრცის გასუფთავება, ამავდროულად მედიტაცია, ლოცვა, სულიერი განვითარება, ეს ყველაფერი იქნება ძალიან ადგილზე მოდის ამ სიტუაციასთან. ძალიან მნიშვნელოვანია აქ ეს ყველაფერი მესამე პოზიციისთვის. რა უბლოკავს მესამე პოზიციას აქ? კომფორტულ ზონაში ჯდომა და კიდევ პენტაკლი. ხო, აქ რა არის გასაღები, ხო, არის დევილი გასაღები. გამოსვლა და რა გიბლოკავთ? ისევ მატერია. უნდა გამოვიდეთ მატერიიდან. უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ შენ მე რა, მე შენ ეს. შენ მე რა, მე შენ ეს. და კიდევ სულ მატერიალურზე, კომფორტულზე, ფულზე და რაღაც ისეთ საკითხებზე რომ ვფიქრობთ, რაც მატერიას წარმოადგენს, ხო? ერთი სიტყვით აქ უნდა დატოვოს მესამე პოზიციამ ეს მატერია და გადავიდეს სულიერ საკითხებში, აბსოლუტურად. ეს მძიმეა მესამე პოზიციისთვის, რა თქმა უნდა, თუმცა თქვენ უკვე გზაში ხართ ამასთან. ამ მიმართებით უკვე გზაში ხართ, თუმცა ღელავთ, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ და თქვენ შესაძლოა გყავდეთ ისეთი ადამიანი, ვინც თქვენთან ერთად არის, ხო, დაგეხმარებათ. ჩაგიხუტებთ, გვერდით დგომას იგრძნობთ ამ ადამიანიდან, ხო? არ დაგავიწყდეთ, რომ მარტო არა ვარ, სულ არის ვიღაც, ვისათანაც შეგვიძლია რაღაც გავაზიაროთ ეს ჩვენი გზა, რასაც გავდივართ, ასე რომ
წარმატებები აქვს მესამე პოზიციას. გამოდით ეშმაკების არკანებიდან და შევეგებოთ საერთოდ ახალს, სადაც იქნება ახალი დასაწყისი, ხო? თუ ჩვენ როგორ თქვა, არ შევხედავთ ამ ცხოვრებას მხოლოდ მატერიის პრიზმიდან, ეს ცხოვრება შემდეგ დაგვიბრუნებს ბევრ სასიხარულო საჩუქარს ჩვენ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ახლა, მარტივია გვერდიდან ამის თქმა გეთანხმებით, უფრო რთულია ამას მის რეალურად გაკეთება, განხორციელება, ასე რომ კი, ეს მართლა ასია, მაგრამ თქვენ ეს შეგიძლიათ, მთავარია სურვილი და მონდომება. ყველას გისურვებთ წარმატებას. ვისაც მოეწონა ეს გაშლა და ვიდეო აჩვენებლად, დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი და გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე.